მოგესალმებით, მე ირინე ტორონჯაძე ვარ, ეს არის პოდკასტი ფემინისტის პირისპირ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი გიორგი ლაბაძე. გიორგი, მოგესალმები. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის და დავიწყოთ. პირიქით, მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, დავიწყებთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციით და პირველი კითხვა იქნება ჩვენი ქართული კონტექსტიდან გამომდინარე. რომ არ მიიწვიეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამასთანავე იყო სალომე ზურაბიშვილი მიწვეული, გასაგებია პრეზიდენტია, თუმცა ახლანდელი ქართული ესტაბლიშმენტის აქტიური წევრად აღარ ითვლება, ხო? ექს-პრეზიდენტია, ესე ფორმალურად. აი ეს რას ნიშნავს, როგორ უნდა გადავთარგმნოთ, ან საერთოდ ნიშნავს თუ არა რამეს? დიახ, სამას მნიშვნელობა ნამდვილად გააჩნია არსებითად, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხა ეს ინაუგურაცია ფორმალური მომენტია, თუმცა მეორე მხრივ ერთგვარად ამ ფორმალურ მომენტებში შეიძლება ბევრი რამის ჩვენება, ხო? ეს არის, ესე იგი, შემოქმედება, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს საკითხებით დაინტერესებული, ახლო აღმოსავლეთის პირდაპირ ვთქვათ, დაინტერესებული ჯო უილსონის, ესე იგი, რომელმაც პირადად მიიწვია ზურაბიშვილი და სთხოვა, როგორც ჩანს, ტრამპის გუნდს, რომ იგი ყოფილიყო ოფიციალური სტუმრების სიაში, ხო? ჯო უილსონის დამოკიდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე საუბარი, რომ ეს ერთი ადამიანი არაფერს არ ნიშნავს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ ადამიანს შეუძლია კონკრეტულად ბევრი ხალხი არც არის, ხო? სულ 415 ადამიანია ქვედა პალატაში და იქიდან რამდენიმე რო თქვა საქართველოს აქციებს ყურადღებას, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ იმდენი საშინაო საკითხები აქვს, რომ ვინმე თუა დარჩენილი საგარეოც და ამერეთის მიმართულებით, ესეც ხო, ეს ჯო უილსონის რაღაც გაუფასურება ხდება და მიზანმიმართულად. კარგი, სალომე ზურაბიშვილის ნაწილი გასაგებია. აი ჩვენი ხელისუფლებიდან რომ არავინ არ მიიწვევს, ნახეთ კონტექსტი როგორია, რომ ხელისუფლება ქართული ოცნება ელოდებოდა გამალებით ტრამპის ინაუგურაციას, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას და ეს უკვე პირველივე დღიდან არის გზავნილი, რომ ძალიან დაიმედდებით, თუ მთლად ასეთი დიდი, ასე ვთქვათ, გზავნილიც არ არის და ეს უბრალოდ შემთხვევითობად შეიძლება იყოს. შემთხვევითობა არც შემთხვევაში არ არის, თავისთავად ცხადია ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული პრეტენზიები ქართული ოცნების საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ. მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის რა თქმა უნდა, ამას გაუსვათ. მეცაც ვიტყვი, რომ დემოკრატების რიგებში იყვნენ ესე იგი საკმაოდ ესეთი რბილი პოლიტიკის გამტარებლები, არ იყო ესეთი ჯო უილსონის ტიპის ადამიანი, რომელიც რესპუბლიკელია და მას ბევრად უფრო მარტივად შეუძლია, თქვათ, იგივე ადმინისტრაციასთან ერთად ურთიერთობების გარკვევა საქართველოს სამმართველობით, რადგანაც მისი თანაპარტიელები არიან ახლა ხელისუფლებაში, ხო? აქედან გამომდინარე, მეტიც შეიძლება ვთქვათ, რესპუბლიკელების მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უფრო შეიძლება მეტი სიფრთხილე იყოს საჭირო მათ მიმართ, ვთქვათ, რომ საუბარია საქართველოს ამჟამინდელ მმართველ პარტიაზე. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა შემოქმედელი ნაბიჯები საქართველოს მხრიდან გადაიდგას პირველ რიგში და არა ვთქვათ ამერიკას ველოდებით, რომ იმათ გადაიდგას შემოქმედელი ნაბიჯები, ხო? კარგი. ტრამპის თქმით, აი გავრცელდა ეს და მე თქვენ სტატუსაც გავეცანი ამასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს ეს უკრაინის ომთან მიმართებაში არის და ალბათ მაყურებლისთვის კარგი იქნება თუ წავიკითხავ მოკლედ ტრამპის სიტყვებს, ხო? ანუ მიმართვა პუტინს, მე არ მინდა ვავნო რუს ხალხს, რადგან მათ პატივს ვცემ და პუტინთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ არ დაგვავიწყდება მათი დახმარება და მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომში. ამ ყველაფრის შესაბამისად პრეზიდენტ პუტინთან ერთი თხოვნა მაქვს. დავსხდეთ და დავასრულოთ ეს აბსურდული ომი. უკრაინასთან ომია, რა თქმა უნდა, ნაგულისხმევი, რადგან ყველაფერი მხოლოდ უარესდება. თუ პუტინი ამას არიზამს, მე მომიწევს დავადო უმაღლესი დონის ტარიფები და სანქციები საერთოდ ყველაფერს, რასაც რუსეთი ამერიკასა და მთელ მსოფლიოში ყიდის. მოდი მარტივი გზით დავასრულოთ ეს, სანამ გართულებები გამხდარა საჭირო. ეს არის სერიოზული წნეხი აღმოჩნდება თქვენი აზრით პუტინისთვის, ყოველ შემთხვევაში ტრამპის მხრიდან რაღაც სერიოზული განაცხადია. ეს როგორი მომენტია, ჩვენ გვახსოვს, ხო, დემოკრატების ადმინისტრაციის პირობებში გარკვეული სანქციები, როცა ომი დაიწყო, სულ თავიდან, ასე რომ ვთქვათ. და ეხლა ისე აღმოჩნდა, რომ ვთქვათ, როცა არჩევნები ჩატარდა ნოემბერში, მაგის შემდეგ 19 ნოემბერს დაიდო ესეთი სანქციები, რომელმაც რეალური გავლენა მოახდინა ამ რუბლზე. და 6 იანვარს უკვე დაიდო ისეთი სანქციები, რომლის გამოც ჩინეთი და ინდოეთი ვეღარ იღებს რუსულ ნავთობს, ანუ ტანკერებს, ესე რომ ვთქვათ რა.
რაც იმას ნიშნავს, რომ თურმე გამოდის, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში გარკვეული სიფრთხილიდან გამომდინარე და ჩემი რაც იქ როცა არჩევნები ტარდება ქვეყანაში, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან უჭირს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ამის საგარეო ურთიერთობებზე ბევრი ყურადღება გადაიტანოს, აქედან გამომდინარე, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ სწორედ არჩევნებში გამარჯვებას, რაღაცნაირად იმ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხო? ამდენად თუ 24 წელს, ანუ გასულ წელს იყო ესეთი რთული ვითარება და ესე იგი შეერთებული შტატებისა მაღალჩინოსნების შედარებით ნაკლებად ხისტები იყვნენ, არჩევნების მერე ეს შეიცვალა. ეს ასევე შეიცვალა ჩემი აზრით ტრამპის გუნდის მოთხოვნითაც, იმიტომ რომ მათ რეალურად ომის დასრულება უნდათ და ომი ისე არ უნდა დასრულდეს, რომ თქვათ რუსეთს ყველაფერი და უკრაინას არაფერი, ხო? ომი უნდა დასრულდეს ესეთი კომპრომისით, რომელიც ეს მარკო რუბიომ თქვა უკვე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომ სამომავლოდ 2 და 4 წელში ომი ისევ თავიდან არ დაიწყოს. რუსეთს არ ქონდეს იმის საშუალება, რომ ისევ მალე ძალები მოიკრიბოს და ეს კონფლიქტი განახლდეს, ხო? ამდენად ეს მიდგომა, რაც ტრამპის გუნდის მხრიდან არის, გულისხმობს იმას, რომ თუ ეხლავე არ მოხდება, თუ დროზე არ მოხდება ამის დამთავრება, იგი გამოიყენებს და შეერთებული შტატები გამოიყენებს ამ ბერკეტებს. ჩვენ ალბათ დღეს ამაზე კიდევ ვისაუბრებთ, თუ რა ბერკეტები აქვს რეალურად, რა შეიძლება ქონდეს შეერთებულ შტატებს, იგივე აი ამ რუსეთის, ირანის და ჩინეთთან მიმართებით, ხო, რომლებიც მისი გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგეები არიან დღეს თავარი. აქედან გამომდინარე, ის რასაც ეს მუქარაა, ხო, ხჩოლები არ დაიწყო რაღაცა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და რაღაცა, მაგრამ ბოლოს დაამთავრა მუქარით. იმიტომ რომ რეალურად უნდა დაინახონ რუსეთის ხელისუფლებაში, რომ ამის გამკეთებლები არიან. და საუბარია იმაზე, რომ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ომი აღარ დაიწყოს მალე. და ანუ როგორც ჩანს, თუ მიადევნეთ თვალი დავოსის ფორუმზეც განაცხადა ტრამპმა, რომ თუ საუდის არაბეთი ფასებს დაწევს საწვავზე, ამით ომის დამთავრება დაჩქარდება. ეს რაც ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ რუსების რეალური დასუსტება უნდათ ეხლა შეერთებული ადმინისტრაციაში, ტრამპის ადმინისტრაციაში და ამ მიმართულებით მიდის ეს ნაბიჯები და დავალოთ ეხლა ეს 1 და 2 დღის ამბავი ნამდვილად არ არის. კარგით, კიდევ შევეხოთ აი ამ ახალ საკითხს, რაც გაიჟღერა, მამუკა მდინარაძემ გააჟღერა, რომ აშშ საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს. აი ეს რას ნიშნავს და რაღაც სიხარულის კონოტაცია დაყვებოდა ამ განაცხადს. დიახ, ეს არის 90 დღის განმავლობაში USAID და სხვა აფილირებული ორგანიზაციები ვერ მოახერხებენ გრანტების გაცემას სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ, ეს ნებისმიერ ქვეყანაში, სოფლიოს მასშტაბით. ეხლა ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება. პირველ რიგში ეს არის, რომ მოკლედ რა პრიორიტეტებიც უნდა ჰქონდეს ეხლა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, იმას პრიორიტეტებში უნდა ჯდებოდეს ეს დახმარებები რა, მათი განმსახედიდან. თუმცა, მოდით პირდაპირ ხაზი გავუსვათ, იქ იყო გარკვეული მიმართულება, როდესაც აი მაგალითად იყო საუბარი ჰამასს როცა ეხმარებოდნენ, ვთქვათ ისრაელთან ერთად, ჰამასის, პალესტინის პირდაპირ ვთქვათ რა, პალესტინის დახმარება ხდებოდა და ჩვენ როგორც ვიცით, შეერთებულ შტატებს ძალიან ნეგატიური რესპუბლიკელებს განსაკუთრებით ნეგატიური მიდგომა აქვთ ჰამასის ლიდერებთან ზოგადად ორგანიზაციასთან ჰამასთან და მსგავსი სახის ორგანიზაციებთან რო აღარ მივიდეს ამერიკული ფინანსები, ამაზე არის პირველადი აქცენტი. თუმცა მამუკა მდინარაძის მხრიდან იყო რაღაცნაირად პარალელი გავლებული, რაღაც რუსული კანონთან, ჩვენთან რასაც ვეძახთით რუსულ კანონს. მე ძალიან მეეჭვება, რომ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს ეს გრანტები რაიმე გვარად შეუძლეს ან შეუმცირდეთ 90 დღის შემდეგ. და შინაარსობრივადაც პარალელის გავლება ალბათ მოკლებულია. ნუ ხა ეს მორატორიუმია ზოგადი. ხო. და იმიტომ შეეხო საქართველოს თორე როგორც ასეთი, რავი რა 200-მდე ქვეყანა რაც არის, ყველას შეეხო ერთნაირად და ეს ადამიანს ვერ ვიტყვით, რომ ეს საქართველოს ორგანიზაციებს ეხება მაინც და მაინც, ხო? სავარაუდოა 90 დღეში კვლავ შევარებად გაგრძელდება როგორც. კარგი, ეხლა უკვე დავიწყოთ ღრმად წიაღსვლები და შინაარსებში შესვლა. და დავიწყოთ თავიდან. თან გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას თქვენ ამერიკის მცოდნეობის მიმართულებით გაქვთ დიდი კომპეტენცია და რა თქმა უნდა ვისაუბროთ ამაზე. როგორ გახდა ამერიკა ზესახელმწიფო და როგორ მივიდა ის ცივამამდე. აი ეს შევკრათ ეს თემა და შემდეგ ნელ-ნელა უკეთესად რომ დავინახოთ დღევანდელი სურათი საქართველოსთან მიმართებაში. სხვათა შორის ეს სამშობლო მომენტი იმიტოა, რომ როდესაც საუბარია შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, ხო აი გუშინდელი დღიდან ხდება ხოლმე გაზომვა, რაც არასერიოზულია. ეხა იგივეა, როცა გრენლანდიის და პანამის თემები გაჟღერდა, როცა თქვა ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიის ყიდვა მინდა და ეგ პანამის არხი უნდა დავგიბრუნონო, ხო? ეს შემთხვევითი არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ამერიკის სტრატეგია, რომ
ამერიკის კონტინენტი მთლიანად იყოს პირველ რიგში მისი გამგეობის ქვეშ, ესე ვთქვათ, და მე დანარჩენები თუ რაიმე ინტერესი გაუჩნდება, ვთქვათ, რომელიც შესაბამისობაში მოდის შეერთებულ შტატებთან მეტნაკლებად. ხა ეს არ ყოფილა ყოველთვის, რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის მოწინააღმდეგე ძალებმა შეაღწიეს ამერიკის კონტინენტზე, როგორც იყო საბჭოთა კავშირი მაგალითად, თუ იგივე კუბის მაგალითი რო ავიღოთ, ეს ვენესუელის მაგალითი რო ავიღოთ, ნიკარაგუას მაგალითები, ხო? ეს მაგაზე მეტყოლებს, რომ ვერ გააკონტროლებს ყველაფერს ხა ესეთი ქვეყანა, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის ინტერესში შედის, რომ მაქსიმალურად იქნას ეს ამერიკის კონტინენტზე მისი წესრიგი დამყარებული რა, ესე რომ ვთქვათ. ეს იწყება მე-19 საუკუნიდან, ხა. მონროს დოქტრინა ბევრს გაუგემა, არასწორად განმარტავენ ხოლმე რა და არასწორად რას განმარტავენ. საინტერესოა ის მომენტი, რომ იზოლაციონიზმს მიაწერენ ხოლმე, აი მონროს დოქტრინა უდრის იზოლაციონიზმს. ნუ ამას მე სადაც შემიძლია ხოლმე სულ ლაპარაკობ და აქაც ვიტყვი, რომ პირიქით, ეს იზოლაციონიზმი კი არ არის, იზოლაციონიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა ჩაიკეტო. იზოლაციონიზმის საპირისპიროა ეს ფაქტობრივად, ეს არის ამერიკული ექსპანსიონიზმი ოღონდ ამერიკის კონტინენტზე. ანუ ჩვენ ხო საუბრობთ აშშ როგორც ქვეყანა და არსებობს ამერიკის კონტინენტი. და როცა მონრომ გამოქვეყნა ეს დოქტრინა 1823 წელს, მან თქვა, რომ ევროპული ძალები არ უნდა ჩაერიონ ამერიკის კონტინენტზე. ჩვენით მივხედავთ, აქ რაც ხდება და მე ბრიტანელებმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოქვეყნეს რაღაც დაიწერა რა, დღემდე არის მოღწეული ეკცნობა, რომ იანკებსო, როგორც ჩანსო, ამ ამერიკის გაკონტროლება მარტო უნდათო რა. და ეს უკვე იმას მიუთითებს დღემდე, რომ შეერთებულ შტატებს რეალურად მონროს დოქტრინით სურდა, რომ არავინ არ შეეშვა ამერიკის კონტინენტზე. ამოსავალი ეს იყო. ეხლა ეს გაგრძელდა ამ დოქტრინის შესაბამისად მთელი მე-19 საუკუნე და ნელ-ნელა უკვე ეს ამერიკა გამოვიდა ამერიკის კონტინენტიდან, გადავიდა ესპანეთთან დაიწყო ომი, ვთქვათ, მე-19 საუკუნის ბოლოს. და ეს იყო საუბარი, რომ კუბიდან გააგდეს ესპანელები და ამერიკა რაღაც ფილიპინებს გადასცდნენ. ანუ ნელ-ნელა ხდება ის, რომ გამოვიდა, ვთქვათ, აი ამერიკის სიბრტყიდან შეერთებული შტატები და დაიწყო მსოფლიო ძალად გადაკეთება და ამაზე ზრუნვა და ფიქრი. ახლა როცა საუბარია დღევანდელი გრენლანდიის და ამის პანამის საკითხზე, ეს სწორედ ამის გაგრძელებაა. ჯორჯ სულცს აქვს თქვა ესეთი რაღაცა, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა იწყება უახლოეს სამეზობლოში. ანუ თუ პანამის არხი, რომელიც ამერიკელებმა ააშენეს, ხო, და მერე გადასცეს პანამას ჯიმი კარტერის დროს, თუ პანამის არხი, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტისთვის უმთავრესი ადგილია, რაც არის საშუალება, რომ მოჭრას ეს გზა, იმის მაგალითად, რომ არგენტინას შემოუაროს და ისე მივიდეს კალიფორნიის სანაპიროებამდე ნიუ-იორკიდან, შესაძლებელია პანამით, ხო? რაღაცა ნახევარი გზით, კი და ბევრად უფრო ნაკლებით. აქედან გამომდინარე, იქ ეხლა ჩინეთის ინტერესების გატარება, რასაც აბრალებს ეხლა პრინციპში ტრამპი, ამბობს, რომ ჩინეთის ინტერესების აქვს იქ ადგილი. რა თქმა უნდა, ამის ატანას, ესე იგი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის დამგეგმავები არ აიტანენ მარტივად რო ვთქვათ რა. რაც ეხლა როცა საუბარია, რომ ეს ოკუპაცია უნდა პანამის და რაღაც ეს გუშინდელი მოვლენა არ არის კიდევ მეორე, ეს მოდის მე-18 და მე-19 საუკუნის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ხედვებიდან, ხო და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და არა ეს რაღაცა ჯარებს შეიყვანს და რაღაც ერთ ჯარებს არ დაჭირდება ჯარების შეყვანა პანამაში. არც გრენლანდიაზე არ დაჭირდებოდა სხვა შორის ჯარების შეყვანა. ბევრმა საერთოდ რაღაც რუსეთ-უკრაინის ომს შეადარა ეს გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხი, ეს საერთოდ სხვა განზომილება არის, ხო? ჯერ ერთი გრენლანდიას ისეთი კონტრაქტია კანადას ბოდიში დანიასთან, რომ საერთოდ არ არის საჭირო დანიას რო კითხოს ცენტრს, როგორც ასეთი, ეს არ არის ისეთი მოწყობა, რომ ცენტრის თანხმობის გარეშე არ შეეძლოს გრენლანდიას, ხო? გრენლანდიას შეუძლია მარტივად უარი თქვას და ვერც ვერან ვერ მოედავება საერთაშორისო სამართლებრივად, იმიტომ რომ არ არის შემაფერხებელი გარემოება. ამიტომ ამას ნუ შევადარებთ, მეგობრებო, რუსეთ-უკრაინის ომს, ხო? ამდენად ამის ეს როცა დაიძრა უკვე ეს როგორც წეგან ვახსენე მე-20 საუკუნეში, როცა გადადის შეერთებული შტატები და უნდა თავისი ძალების დემონსტრირება, ეს ხდება ტედი რუზველტის დროს. მან 1905 წელს ჩამოატარა შეერთებული შტატების ფლოტი მთელ მსოფლიოს და ეხლა ეს მისი სილამაზესაც ჩამოუტარებია. ჩამოატარა, იმიტომ რომ შეეტყობინებინა მსოფლიოსთვის, რომ აი ჩვენ უკვე ესეთი ფლოტი გვაქვს, რო იცოდეთ და ჩვენ უკვე გვინდა რომ ზესახელმწიფოს როლი ვითამაშოთ, ხო? ნუ ეხლა ეს თავისთავად ცხადია პირველ რიგში გამოიხატა შეერთებული შტატების მონაწილეობით პირველ მსოფლიო ომში. მაგრამ ერთ რამეზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება ამ მომენტში რა. არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომში ამერიკა არ ერთვებოდა. გვახსოვს ხო?
საერთოდ ესე იგი 1917 წელს ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, ლამის დამთავრების დროს და მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო მას შემდეგ რაც პერლ-ჰარბორი დაბომბეს იაპონელებმა. ნუ ეს რო არ დაებომბათ ეს იაპონელებს, როდემდე გაგრძელდებოდა კიდე ამერიკელების თქვა არ ჩართვა ამ მსოფლიო ომში, კიდე არავინ არ იცის რა, მარტო ახლა გერმანიას წარმოვიდგინეთ, აი სადამდე არის მომენტი რა. რამდენად არ უნდათ ამერიკელებს ევროპის საქმეებში მონაწილეობა. რომ გერმანია და იაპონია ხო იყვნენ მოკავშირეები. იაპონია მას შემდეგ რაც შეუტია პერლ-ჰარბორს და დაბომბა, გამოაცხადეს მოკლედ ეს საომარი მდგომარეობა იაპონიის წინააღმდეგ. და გერმანიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ აცხადებდნენ საომარ მდგომარეობას, სანამ ჰიტლერმა თვითონ არ გამოუცხადა ომი ამერიკას. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პირველ მსოფლიო ომში ესე იყო ასახული. სანამ გერმანია არ აღმოაჩინეს ტელეგრამა, რომ გერმანია, ვთქვათ, მექსიკას წერდა, რომ დაგვეხმარეთ, ესე იგი ამ ომში და მოგცემთ ამერიკის თუ ამერიკას დავიბრყოთ მერე, მოგცემთ ძველ ტერიტორიებს, რაც თქვენ ამერიკამ წაგართვათ. ამის დანახვის მერე ეს გაშიფრეს ბრიტანელებმა. ამის ნახვის შემდეგ იძულებულნი იყვნენ პრინციპში ჩართულიყვნენ ამ ომში ამერიკელები, ხო? და საბოლოო ჯამში, ესე იგი მეორე მსოფლიო ომში მსგავსი მომენტებთან ჰქონდა ადგილი. საინტერესოა, რომ 1930-იან წლების ბოლოს, როცა ევროპას ცეცხლი უკიდია უკვე გიზგიზებს, ამერიკაში მიიღეს იზოლაციონიზმის კანონები. ანუ ოღონდ კიდე გავუსვათ ხაზი რა, იზოლაციონიზმს ადგილი აქვს ევროპის კონფლიქტებისგან და არა მსოფლიოს და არა ეკონომიკური ეგ ერთი და არა ვთქვათ აი ამერიკის კონტინენტის მიღმა ხო ამერიკაზე კვლავ უნდათ კონტროლი მათ შორის წყნარ ოკეანეზე მაგრამ ევროპის კონფლიქტებში ჯერ ჯორჯ ვაშინგტონის მემკვიდრეობა არ უნდათ რომ ამერიკელები ჩარეულიყვნენ იმიტომ რომ მოგეხსენებათ ევროპელები სანამ საბჭოთა კავშირის და შეერთებული შტატების ფაქტობრივად არაევროპული ძალების ესე ვთქვათ შეთანხმება არ გააჩერა ომი ევროპაში მანამდე ეს ევროპელები არ ეშვებოდნენ ერთმანეთს მოკლედ ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე ეს იზოლაციონიზმის კანონებიც ამას მიუთითებდა, მაგრამ ნუ როგორც უკვე ვთქვით, სანამ გერმანიამ არ გამოუცხადა ეს ომი, პრინციპში მანამდე არ ერთვებოდნენ და ჩაერთნენ როგორც იქნა, მოკლედ მერე გაგზავნეს ჩოლერად ეს სამხედრო ძალა ამერიკელებმა და მივიდა საქმე იქამდე რომ გაიმარჯვეს მოკლედ აი სტალინმა და ვთქვათ აი რუზველტმა შეთანხმებით ეს ომი დაამთავრეს, ხო? მერე მათ ძალიან საინტერესო ის არის, რომ აი სტალინი ძალიან პოპულარული იყო ხოთე შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ რაღაცა გაზეთები გამოდიოდა, რომ ის Uncle Joe-ს ეძახდნენ. და მოკლედ ეს პოპულარობა თავისთავად ცხადია ნენელა, რა თქმა უნდა, გამოდის, ესე ვთქვათ, მდგომარეობიდან და აიშლება, როცა უკვე გადადიან ცივი ომის ფაზაში, ხო? ხო, აი ცივი ომის საფუძვლებზეც რო ვისაუბროთ, ეს თავიდანვე იყო ჩადებული ეს, ანუ უკვე აპრიორი უნდა გვევარაუდა, რომ ასეთი დიდი ამბიციების სახელმწიფოები ასე მეგობრულად და საყვარლად ვერ გააგრძელებდნენ თანაცხოვრებას. ნამდვილად პირველ რიგში სტალინს ჰქონდა ძალიან დიდი ამბიციები, როცა იგი ჩავიდა პოცდამში 1945 წელს, მას შეხვდნენ იქ და მოკლედ მიეგებდნენ რაღაც გერმანიის გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ყველაფერი მაშინ ნენელა იძრებოდა და უთხრეს სტალინს, რომ გელოდებოდითო მოკლედ ბერლინში ძალიან დიდი პატივია რომ ჩამობრძანდითო და სტალინმა პასუხა რომ ალექსანდრე პირველი პარიზში ჩავიდაო რა. ანუ ეს ამბიცია ჯერ კიდე ამ ადამიანს ჰქონდა რომ ბერლინში კი არა, კიდე უფრო შორს წასულიყო, ხო? ლისაბონში ჩასულიყო ესე რომ ვთქვათ. ეს კარგად დაინახეს ამერიკელებმა, ეხლა მე არ მინდა რომ რაღაც ძალიან სამხრეთ გამომივიდეს რომ ვთქვათ მარტო საბჭოთა კავშირს ჰქონდა, ხო? ეს ექსპანსიონის ამბიცია. თუმცა ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ დაინახეს ამერიკელებმა და დაიწყეს ეს საუბარი ნატოზე, შეკავების პოლიტიკაზე ჰარი ტრუმენმა და ნუ ეს ბირთვული ომის ბოდიში და ბირთვული იარაღის გამოყენების და ესე იგი შექმნის და შემდეგ გამოყენების მომენტი სწორედ აქედან ამოდიოდა რომ საბჭოელებისთვის ეჩვენებინათ რომ აი ჩვენ ესეთი იარაღი გვაქვს და არ გირჩევთ აი ამ ნატოს ესე ვთქვათ საზღვრების აქვე აუცილებლად ვთქვათ, რომ თვითონ ამერიკასაც ჰქონდა აუცილებლად პირველობის ამბიცია. ამერიკა ვიღაცასთან
თუნდაც ასე ძლევამოსილ მეორე სახელმწიფო გაყოფას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ამ თავის ძალაუფლებს არ აპირებდა. ეს არ არის, იმიტომ ხშირად არის ჩვენთან აი ვიც პროდასავლელია და ვიზიარებთ ამ ფასეულობს რაღაცა რომანტიზირება, რომ აი რაღაცა კეთილშობილი აშშ და ბოროტი რუსეთი, თუმცა საფუძველშივე და ამას შეიძლება თავისი გამართლებები და პლუს მინუსები ქონდეს და ეს საკითხია, მაგრამ თავშივე ის რომ იმპერიალისტური ვნებები ამერიკას აქვს, მოდი ვთქვათ, როგორც ფაქტი და რეალობა, ხო? რა თქმა უნდა, თვითონ ამერიკელები რომის იმპერიასთან აიგივებენ ხოლმე საკუთარ თავს, ეს ანალიტიკოსებზე, კომენტატორებზე მაქვს მე საუბარი და არა თქვა ჩვეულებრივი მოქალაქეებზე, ხო? რაც სწორედ იმას მიუთითებს, ეხა შეერთებული შტატების ინტერესი ჩემი აზრით მაინც მშვიდობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია ისე თუ ბევრი მიმართულებით შეგიძლია სოფლის წერტილების კონტროლი, თორე თუ ვერ აკონტროლებენ სხვადასხვა წერტილებს, მშვიდობის დამყარება ძალიან ძნელია. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ უპირატესობაზე დასავლეთის და შეერთებული შტატების ამ შემთხვევაში ეს პირველ რიგში არის მშვიდობის დამყარების სურვილი და რატო? მშვიდობა თავისთვის. თავისთვის ეხლა, ნახეთ როგორ არის. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ეკონომიკებზე არის აქ განსხვავება უკვე. შეერთებული შტატების ეკონომიკა მიიწევდა გლობალური ეკონომიკისკენ და თავისი პროდუქტების სოფლიო მიმართულებით ვაჭრობისკენ. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა იყო დახურული, ხო? ამდენად ამერიკის ინტერესი, რომ სოფლიო სავაჭრო გზები დღემდე ესეა ყოფილიყო დაცული და მშვიდობიანი, მისი ეს ინტერესი არის განმაპირობებელი, ესე იგი შეერთებული შტატების უპირატესობის საბჭოთა კავშირთან, რადგან თუ საბჭოთა კავშირის დივერსიები და ეს რაღაცა რა ქვია, კუბაზე რაღაც ის მის გადატანა და ამერიკისთვის დამიზნება სურდა, ხო? თავის მხრივ შეერთებული შტატების ინტერესი იყო და დღემდე ესე გრძელდება, რომ იგი ინდუსტრიული კაპიტალისტური სახელმწიფოა და ეს თავისი პროდუქცია ჩინეთში იქნება დამზადებული თუ ამერიკაში, მივიდეს მომხმარებლამდე, ან ამერიკიდან წავიდეს და გაიყიდოს სხვაგან. ხო, ესე მუშაობს ამერიკის ეკონომიკა და ამის საერთოდ თქვა, რომ კეთილდღეობაზე და სიმდიდრეზე, დოვლადზე და სიუხვეზე ორიენტირებული სახელმწიფო და ეს ძალიან ეს არის სწორედ ეს ამაში ვრინდება პირველ რიგში თუ არის უპირატესობა და არა იმაში, რომ ერთ მხარეს ანგელოზები არიან და მეორე მხარეს პირიქით, ხო ასე? დაუბრუნდათ ცივ ომს, ანუ უკვე ეს გამოიკვეთა ეს საფუძვლები რატომაც როგორ და უკვე შევედით ამ ცივი ომის, ასე ვთქვათ, ფაზაში. აი, ახლა რა ხდება? ცივი ომის დროს, პრინციპში, ესე იგი, არსებობდა, გაიყო, ხო? ცივი ომის, ესე იგი, როგორც ესეთი ავტორი ფრაზების, როგორც არის კინის ფარდა მაგალითად, ხო, ჩერჩილია და როცა დაიწყო ეს მომენტი, რომ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, ეს გამოიკვეთა ბერლინის ბლოკადაში, მაგალითად, როცა მოკლედ ჩაკეტეს დასავლეთ ბერლინი ისე, რომ ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზე მიყავდათ ხალხი საბჭოელებს, მაგრამ ეს არ გამოვიდათ, იმიტომ რომ ამერიკელებმა შეძლეს საჰაერო მიწოდების ჩართვა და ფაქტობრივად ჰაერიდან აწოდებდნენ ამ საჭმელს და პირველად ნივთებს, ხო? დასავლეთ გერმანიაში და საბოლოო ჯამში სტალინმა ხელი აიღო მერე ამ დასავლეთ ბერლინის ბლოკადაზე საბოლოო ჯამში რა. მაგრამ ამასთან ერთად ჩერჩილს უკვე ნათქვამი ჰქონდა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, რომ რკინის ფარდა დაეშვა კონტინენტზე და ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს თავისუფალი სამყარო და მეორე მხრივ არის ესე იგი კომუნისტური მმართველობა, რომელიც მაქსიმალურად შევაკავოთ. ეხლა იგივე ატომური იარაღის ქონა თავისთავად ცხადია იყო უპირატესობა ამერიკელებისთვის იმ კუთხით, რომ რაღაცნაირად დაებალანსებინათ ეს საბჭოთა კავშირი და მე ნატოს შექმნა უკვე, ხო? ნატო შეიქმნა 59 წელს, როგორც ვიცით, და მაქსიმალურად ცდილობდა ეს ნატო, რომ აი საბჭოთა კავშირის ეს საზღვრები აღარ გადმოსულიყო დასავლეთით და მაქსიმალურად გააჩერებულიყო იქ, სადაც იყო. და ამის მერე უკვე ხა ძალიან რო აღარ მარტო ცივ ომზე რო არ ვისაუბროთ, უკვე ამერიკელები ცდილობენ თავდაპირველად ცოტა ისე ნაკლები ჩართულობით, იმიტომ რომ მათ დაუშვეს უნგრეთში საბჭოელების ინტერვენცია და არაფერი არ გააკეთეს ამის 56 წელს მოხდა ეს. დღემდე იმედგაცრუებულები არიან უნგრელები ამის გამო, იმიტომ რომ სუეცის კრიზისი იყო მეორე მხრივ და იყო მოსაზრება, რომ ამერიკისთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო მაგ დროს, იმიტომ რომ ნავთობი და სავაჭრო გზების ამბავი იყო და აქედან გამომდინარე დაუშვეს მოკლედ ბუდაპეშტში ინტერვენცია, თუმცა ნელ-ნელა უკვე ევროპის გათავისუფლების აუცილებლობა იკვეთება 60-70-იან წლებიდან, მერე ჩეხოსლოვაკიაზე შევიდნენ საბჭოელები და ჩეხოსლოვაკიაში შესვლა უკვე იყო ერთგვარად ისეთი ბოლო მომენტი, რომ ეს საბჭოური, თქვათ, ეს ტანკები და ამ ტანკების სიარული ევროპის ქალაქებში აღარც ევროპელებიც აღარ არის მისაღები და ნუ ამერიკასაც რაღაცა აღეკვეთა, ხო? და აქედან უკვე იწყება
ერთგვარად მცდელობებით როგორ დავასრულოს საბჭოთა კავშირი. ამერიკას ამ დროს თავის ტკივილი ქონდა ვიეტნამის ომის სახით, ესეც ცივი ომის გამოვლენა არის ცალსახად, იმიტომ რომ ვიეტნამში შეეჯახა მათი ინტერესები ერთმანეთს, მაგრამ რიჩარდ ნიქსონმა, რომელიც დღეს მინდა რომ კიდევ სხვა ხრივებაც ვისაუბრო, რიჩარდ ნიქსონმა მოახერხა, ესე იგი, ჯერ შეხვედრა საბჭოელებთან და მერე უკვე ჩასვლა პეკინში და ერთგვარად ამ ჩინურ საბჭოური ალიანსის რღვევა და ჩინეთის მის სასარგებლოდ გამოყენება, ესე რომ ვთქვათ რა. რამაც საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ შედარებით დასუსტებულიყო და ყოფილიყო, ესე ვთქვათ, decline, რასაც ქვია რა, შედარებით მისი დასუსტება. და ეს ყველაფერი უკვე ხა ძალიან მოკლედ რომ დავასრულოთ, რეიგანის დროს დასრულდა, ხო? რეიგანის დროს რა გამოიკვეთა, აი რაც მინდა ხაზი გაუსვა რა. საბჭოთა კავშირში გამოიკვეთა ეკონომიკური პრობლემები, რამაც პირველ რიგში შეუწყო ხელი ამერიკას იმისათვის, რომ ერთგვარად წარმატებას მიეღწია ამ დაპირისპირებაში. რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი 60-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში ისე დამძიმ ეს წერია რა, ეს დოკუმენტურად არის, მე არ ვიგონებ. ამერიკიდან უწევდათ ხორბლის შეძენა რუსეთს წარმოვიდგინეთ საბჭოთა კავშირში, რომელიც უკრაინის რა ქვია ხორბლის ძენი რა ქვია ტერიტორიები რუსეთში რამდენი ხორბალი იწარმოება დღემდე ხო მაგრამ ნუ მაშინ შეიქმნა ეს დეფიციტური მომენტი რომ ამერიკელებს უწევდათ რა ძალიანაც კი გაუხარდათ რომ შეძლოთ მიეყიდათ საბჭოელებისთვის ხო აი ეს ხორბლის მომენტი და ეს ამან კიდევ უფრო სტიმულირება გაუკეთა ამერიკელ ფერმერებს მეორე მხრივ რომელიც ხორბალს აწარმოებდნენ და გამოავლინა ის რომ საბჭოთა კავშირი აწარმოებს იარაღს ემუქრება მთელ მსოფლიოს მაგრამ რეალურად აქ ხორბლის დეფიციტი ხო ეს იყო ინდიკატორი, რომ რეალური ეკონომიკური პრობლემები ამ მხრივ და უნდა ეს უნდა გაღრმავდეს და საბოლოო ჯამში დღევანდელი პარალელის გავლება შეიძლება ნავთობის ფასების დაკლებასთან დაკავშირებით. რონალდ რეიგანი ეცადა იმას, რომ ეს ნავთობის ფასები, რომელთაც იყო დაფუძნებული საბჭოთა კავშირის ძლიერება, მაქსიმალურად დაკლებულიყო რუსეთს და სსრკ-ს ეკონომიკას ზოგადად მოსკოვს ქონოდა ნაკლები შესაძლებლობები აი იგივე საშინაო თუ საგარეო საკითხების მისახედად რა. ამდენად ეს არის უკვე ცივი ომის ბოლო ფაზა ახლა მე აი ეს ახლა ველოდებოდი რომ იტყოდით რომ ცივი ომის ბოლო ფაზა, იმიტომ რომ ისტორიულად ასეა და ახლა ფორმალურად დასრულებულად აღარ არის ცივი. ეხლა დღეს არ არის ცივი. აი ეს უკვე არიან ისტორიკოსები, ძალიან საინტერესო ხალხი, რომელიც უკვე ამ პერიოდს ეძახის უკვე მეორე ცივ ომს, ანუ ცივი ომი 2, ან მალე მოხდება ის მომენტი, როცა უნდა დაუძახოთ ცივი ომი 2, ხო? მოდი ახლა ვისაუბროთ უკვე ჩვენ ქართულ კონტექსტს, იმიტომ რომ ჩვენ ეს საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, სხვა ეს სახელმწიფოების მოთამაშეებს, რომელიც განსაზღვრავენ მთლიანად გლობალურ პოლიტიკას, პირველ რიგში ყველაფერი ეს გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი სატკივარი გვაქვს. მოდი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმოხილვაც გავაკეთოთ და 91 წლიდან დღემდე და რა სურს ჩვენგან ამერიკას, ეს არის სულ დილემა და დავის საგან. დიახ, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩემი აზრით რა. ერთი მხრივ იმიტომ რომ ერთ სიტყვით ისედაც გასაგებია რომ ეს სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობა ისეს და ასეც გადასაწყვეტია და მეორე მხრივ იმიტომ რომ სამწუხაროდ არის ერთგვარი ჩემი აზრით არასწორად გავრცელებული ინფორმაცია აი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა ძალიან მძიმე შესავალი ქონდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს განსაკუთრებით თუ ზვიად გამსახურდეს პერიოდს განვიხილავთ და მინდა სანამ დავიწყებ ამაზე საუბარს აი დღემდე არის ხალხი პრინციპში მე მხოლოდ მივესალმები მათ მოსაზრებებს რომლებმაც გაიარეს ეს ძალიან რთული პერიოდი და ნუ არ მინდა ისე გამომივიდეს რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ვარ დაბადებული და ეხლა ეს ადამიანი რას გვიმტკიცებსო ხო მაგრამ მე ვცდილობდი და ვცდილობ რომ შევისწავლო მოკლედ აი ეს როგორც ერთი მხარე იმ დროინდელი მეორე მხარე დოკუმენტები თუ რაიმე გამოვიდა და გამოსულია ნელ-ნელა და ეს რაღაც ანალიზი გავაკეთე მოკლედ აქედან გამომდინარე და სწორედ ეს არის ჩემი მიზანი და არა ვთქვათ რომელიმე მხარისთვის ხარდაჭერა ხო არსებითად არის ხოლმე მოსაზრებები რომ ზუსტად გამსახურდეს არ უნდა და შეთავაზებთან ურთიერთობა და გამორიცხავდა ამას ეს არის ტყუილი იმიტომ რომ ხალხი ცოცხალია დღემდე ის ხალხი ვინც გამსახურდიას დროს ჩავიდა ამერიკაში
კაკო ასათიანი ბატონო კაკო ასათიანი გეცოდინებათ რომელსაც მოყოლილი აქვს ხა ეს საიდუმლო კი არა რომ სადღაც ერთი თვე იმყოფებოდნენ შეერთებულ შტატებში დელეგაცია რომ აი გაერკვიათ ურთიერთობები თუ როგორი შეიძლება იყოს აი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს საქართველოს მდგომარეობა და რა კონტექსტია რუსეთთან დამოკიდებულება როგორი უნდა ქონდეს იმიტომ რომ ხალხს უსვამ თავიდანვე რომ ამერიკული დიპლომატია 90-იან წლებში განსაკუთრებით საქართველოს საკითხს განიხილავს რუსეთთან მასში და არა მაინც და მაინც ცალ-ცალკე. ეს მინდა რომ შენობა კარგად აი ხა აქ რას გულისხმობთ ხა ეს ჩემს გულისხმობ იმას რომ ამერიკა განიხილავდა საქართველოსთან ურთიერთობას რუსეთის გათვალისწინებით ყველა შემთხვევაში და იმაზე თვალს ვერ დახუჭავდა რომ ეს ახალ სახელმწიფო რომელსაც 200 წელი ქვეყანა ყავდა დაპყრობილი ეხლა უცებ ხელს აირებს ხო ეს დღემდე არ არის ასე ანუ 90-იან წლებში ასე ვთქვათ დაგვადგა თვალი ამერიკამ და მოგნიშნა როგორც შესაძლო ბუფერული ზონა რუსეთის მისადგომებთან თავიდანვე ეს იყო აი გამსახურდეს პერიოდში მე მაგას უფრო ვერ ვიტყვი ინტერესები როგორც ასეთი ცალსახა ხდება უკვე შევარნაძის დროს მაგრამ ამაზე გადავალთ ეხლა არ გადახტეთ დაუბრუნდეთ დიდი მადლობა აი რაც შეეხება ზოგადად გამსახურდეს პერიოდს მოკლედ მას ძალიან სურდა ამ ურთიერთობების დამყარება მან ეს სურვილი გამოთქვა როგორც უკვე თქვი გაგზავნა დელეგაცია ნიშანდობლივია რომ საქართველოს ჩამოსული იყო ამერიკის პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი ოღონდ მაშინ რიჩარდ ნიქსონი წეგან თქვი ვახსენებთ ხო რიჩარდ ნიქსონს ეხა უოტერგეიტიდან იცნობენ, რომელიც უოტერგეიტის სკანდალის გამო გადადგა, ერთადერთი პრეზიდენტი, ვინც გადადგა. და არ ვიცი, ჩემი აზრით ეს არის რიჩარდ ნიქსონის ტრაგედია, იმიტომ რომ რიჩარდ ნიქსონი ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, მე-20 საუკუნის პრეზიდენტებს შორის, აი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იყო ყველაზე ბრძენი პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა რეიგანის დროს რეიგანს არ ქონდა მსგავსი საგარეო პოლიტიკური გამოცდილება, რამდენიც ქონდა ნიქსონს და არ დაგვაუწდეს ნიქსონი ჯერ იყო ვიცე-პრეზიდენტი ორჯერ დვაით ეიზენჰაუერთან ერთად და მერე იყარა კენჭი თქვათ აი რა ქვია კენედის წინააღმდეგ წააგო და მერე უკვე მოიგო. ეხლა ამ დღესაც ვლაპარაკობ ნიქსონზე. ნიქსონი როცა ჩამოდის, ეს ნიშნავს რომ არსებობს რაღაც სიტუაციური მომენტი რაც არის მნიშვნელოვანი როგორც თქვათ განმსახიერებიდან ამერიკის ასევე რუსეთის. აი ეგ მაინტერესებს რა იყო ის პირველად იმპულსი ამერიკისთვის, რა ინტერესი გაუჩნდა? ჩემი აზრით მე რასაც ვაკვირდები, იმიტომ რომ ამის პასუხი არ არსებობს. არსებობს ნიქსონის ბიბლიოთეკა და ნუ ჯერჯერობით ვერ მოახერხე მათ ჩასვლა, ჩავალ და იქ კიდე დოკუმენტები დევს, მაგრამ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მაშინ ლაგდებოდა ესეთი სიტუაცია ამ ორ პოლოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდათ ცალსახა მხარდაჭერა და ინტერესი, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები უნდა გასულიყვნენ ამ რუსეთის ყველანაირი ურთიერთობისგან. იქნებოდა ეს დსთ თუ საბჭოთა კავშირი თავისთავად, ხო? ეს გამოვლინდა მაშინვე და დადასტურდა მაშინვე. ეს დადასტურებული იყო ასევე მთელი ცივი ომის განმავლობაში, რადგან არც ერთხელ, არც ერთ ამერიკის პრეზიდენტს არ უღიარებია, არც ლიტვაში, არც ლატვიასა და არც ესტონეთში ssrs გავლენა და ssrs ოკუპაცია არ აქვს ნაღიარები. ანუ ნაღიარები აქვს ეს სამი ქვეყანა როგორც დამოუკიდებლები. რაც იმას ნიშნავს, რომ არ აღიარებდა მოკლედ მოსკოვის გავლენას მათზე. და როგორც კი ეს ცივი ომი ჩამთავრდა, მაშინვე ხდება ის, რომ ესე იგი კომპრომისი მიიღწევა, როგორც ჩანს, თქვათ აი ორ დიდ ძალას შორის, რომ ბალტიისპირეთს თავი დაანებონ. დანარჩენი მათ შორის საქართველო და უკრაინა ისეთი მოცემულობა იყო, რომ უნდა დარჩენილიყო ჯერჯერობით ამ დსთ-ის თემაში. ეხლა ეს დსთ რა იყო, ხო? სხვა შორის ბუში იყო მაშინ პრეზიდენტი, ხო? და მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ. ეხლა საერთოდ ბევრი იძახის, რომ ეს ჯორჯ ბუშიო აზზე არ იყო და ისა რა ქვია, დაუთმო ყველაფერი. მოდით ესე შევხედოთ რა, ჯერ ჯორჯ ბუში ისეთი დონის, ისეთი რანგის ელიტის წარმომადგენელია შეერთებულ შტატების, რომ მაგისი თქმა წარმოუდგენელია სრულიად, იმიტომ რომ ჯერ ერთი ესე იგი იყო რეიგანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, მერე გახდა პრეზიდენტი, მერე მისი შვილი გახდა პრეზიდენტი, წარმოუდგენელად ხო, ოჯახის გავლენა და არსებობენ ანალიტიკური წრეები, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აი რობერტ კაპლანი, მოძებნეთ და ნახეთ, ამბობს ეს კაცი, რომ არა ტრამპის ეს გამოვლინება და ხალხის მასების ესეთი ესე იგი ხარდაჭერა რესპუბლიკურ პარტიაში დიდი შანსი იყო რომ ჯებ ბუში გამხდარიყო ნომინანტი და არა ტრამპი. ანუ ეს მესამე ბუში, ხო? წარმოუდგენლად ოჯახის გავლენა აქედან გამომდინარე. ეხლა აქედან გამომდინარე ჯორჯ ბუშზე იმის თქმა რომ ის არაფერზე არ იყო, ცოტა არასერიოზულია, ხო? ხამით ის თქმა მინდა, ამის თქმა მინდა რომ ეს ნიქსონის და
ბუშის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობაში, რადგანაც მათ ესენი ითხოვდნენ გამსახურდიასგან, რომ ეს DST-ის თემა, რაც შეთანხმებული იყო როგორც ჩანს, მოსკოვს და ვაშინგტონს შორის, რაღაცნაირად დათანხმებული იყო მაგ დროს საქართველოს და დალოდებოდა მოვლენების განვითარებას, რადგან ამერიკა არ ჩაერეოდა, ამერიკა არ დაიცავდა საქართველოს სხვა მხრივ თუ რუსეთი განახორციელებდა ინტერვენციას. კიდევ ერთი თემა, რაც არის არასწორი და ეს თემა მუსილებს, რომ ამერიკამ და ბეიკერმა მოვაწყო რევოლუცია საქართველოში, გამსახურდიას წინააღმდეგ, გადატრიალება. ეს რატომ მგონია ახლა მე არასწორი, კიდევ მეორე ეს ჩემი აზრია. მე იმიტომ მგონია არასწორი, რომ ამერიკამ კი არ მოამზადა ეს გადატრიალება, ეს მოამზადა მოსკოვმა და მოსკოვმა რომ მოამზადა ეს დგინდება იმით, რომ ბორის ელცინს შემოთვლილი აქვს გამსახურდიასთვის, რომ შემოდი ამ DST-ში თორემ 22 დეკემბერს რაც მოხდა, დაიწყება არეულობა და ეს პირადად მოხდა მოსკოვიდან ამის შემოთვლა და რატომ უნდა განვიხილოთ, რომ ვაშინგტონიდან მოაწყეს ეს გადატრიალება, ჩემთვის ცოტა თულად არის წარმოსადგენი. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმე არ ეთანხმება ამას, იგივე აი ზვიადის დროინდელი ესე იგი მოღვაწეები სიამოვნებით მოვისმენ განსხვავებულას და იქნება ეს კომენტარი თუ ნებისმიერი შენიშვნა, იმიტომ რომ მე ამ საკითხით დაინტერესებული ვარ და მინდა უფრო ღრმად ჩავეკითხო ხო ამ საკითხს. და რომ გავაგრძელოთ, ხო, ეს იყო სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან მაგ დროისთვის და რასაც ვფიქრობ, რომ ნიქსონიც ამას ეტყოდა, ძალიან შორს გადახტომა იმ ვითარებიდან, რა ვითარებაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, ხო, მაგ დროისთვის. ამერიკა თავის მხრივ ცდილობდა მოემწიფებინა სიტუაცია, შეთანხმებისკენ წასულიყო რუსეთთან, თუ მოემწიფებიან რა, თუ პირიქით მომენტს ელოდებოდა. ჯერჯერობით მაგ დროისთვის, როგორც ირკვევა, ეს იყო შეთანხმება ცალსახად შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის, რომ ეს ზონა დროებით იყოს ასე და რატო ხდებოდა? ამას ის ახსნა აქვს, რომ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა. სწორედ ის არ უნდათ, რაც აფხაზეთში მოხდა და რატო? იმიტომ რომ ეს აი ბუშის იმის არ იყოს, რა ქვია, არის ისო რა ხდებოდა, ხო, ბუშმა. წარმოვიდგინოთ ჩვენ მთელი აღმოსავლეთ გერმანიიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთიდან, მთელი ამ აღმოსავლეთ ევროპიდან გამოსული არის რუსი გენერლები. რომლებიც აი ესე წარმოვიდგინოთ რა, კარგად ზნობდნენ თავს ამ აღმოსავლეთ ევროპაში და უცებ მოუწიათ გასვლა. ეს იყო მოჩვენებითობა იმის, რომ ეს არ დაშლილა ეს სისტემა, თქვენ ისე მაგრები ხართ. და ეს იყო სწორედ მშვიდობის დამყარების მცდელობა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ თუ მან ესეთი ტაქტიკა და მანევრია ეს რა თქმა უნდა, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს და არაფეთქდეს რეგიონები, რაც მოხდა აფხაზეთში. იმიტომ მოხდა ეს მომენტები, რომ ახლა ცოტა მთელი თემაა, მე არ მინდა ძალიან გადავსვე ჩემ კომენტაციას სამხრივაც, მაგრამ ის რომ ესე იგი საქართველოს გარკვეულწილად აქ უნდა დარჩენილიყო, რომ მას სტაბილურობა შეენარჩუნებინა, ჩემი აზრით ეს ცალსახაა. ეს მომენტი არის, აი, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ბრალდება, თქვა, აი, გადატრიალების მომზადება შეერთებულ შტატებს, 22 დეკემბერს დაიწყო გადატრიალება თბილისში. და 25 დეკემბერს ჯორჯ ბუში გამოდის საშობაო მილოცვით და აცხადებს, ანუ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეხლა საქართველოს გარდა კიდევ გამოცხადდა აღიარებული იქნა სხვა სახელმწიფოების დამოუკიდებლობას და მე მაქვს კითხვა თუ სცენარი მოამზადა ჯორჯ ბუშმა და ამერიკამ. Რაღაცო აღიარებს დამოუკიდებლობას ქვეყნისას, რომელშიც გადატრიალება და ამ ქვეყნის განადგურება და გავერანება უნდა, ხო? ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და კაი უნდა მივაქციოთ მოკლედ ამ ფაქტებს ყურადღება რა. კი ბატონო, ესე იგი როგორც მე აღვიქვი, თავიდან ჯორჯ ბუშსა და ზვიად გამსახურდიას შორის კარგი ურთიერთობით დაიწყო ეს ორ ქვეყანას შორის ეს ურთიერთობის ჩამოყალიბება და რაღაც მომენტიდან იძაბება. აი რა იყო ეს ფაქტორი, რამ განაპირობა? ეს ფაქტორი იყო, ну, ძირითად შემთხვევაში ესე არის ერთი ცნობილი ქართველი ადამიანი, მან აღნიშნა, რომ ჩვენ ცხენზე უფრო წინ გადამყარი კვიცები გამოვედითო ამ მიმართულებით და მეორე მხრივ იყო ის, რომ გამსახურდიას და ბუშ შორის, როცა ჩავიდა, თქვათ, აი ჯორჯ ბუში კიევში და საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინას მიმართა პირდაპირ, როგორც ჩვენი არ იყოს, მათაც მიმართა აი ნაციონალისტებს, რომ ზედმეტები არ გინდათ ამ ჩარჩოებში მოვაქცეთ, ჯერ ეხლა ასე არის საჭირო, ხო? და მოკლედ ამაზე პასუხად, ესე იგი, მაშინ გაზეთი გამოდიოდა, საქართველოს რესპუბლიკა აქვია მგონი მაგ გაზეთს, გამოსცემდნენ თავისთავად ცხადია საქართველოს მთავრობა მაშინდელი
ამ გაზეთში ჩაიწერა ესეთი რაღაცა, რომ აი ნახეთ რა გააკეთა, რას ამბობს ბუში, რომელიც ჩავიდა კიევში და უკრაინელ ხალხს მოუწოდებს გაჩერებს და დაშოშმინებისკენ, ხო? და მეორე მხრივ მიაწერს, რომ ეს ის ბუშია, რომელიც დემოკრატიას თავისუფლებას იცავს, ხო? ეს ერთი, რაც ნახეს ამერიკელებმა და არ მოეწონათ. მეორე. ეს საკითხი ხალხს ვამბობ, სრულიად არასწორად არის აქმული საზოგადოებაში და მინდა მოსყოლად მივაქციოთ. ეს არის მკვდარი თევზების თემა. მკვდარი თევზი დინების საწინააღმდეგოდ და ეს მომენტი რა. ეხლა მინდა რომ ეს ზუსტად ავხსნა. რა მოხდა ამ ხრივ და რა არის არასწორად რაღაცა ყურით თვითონ გადმოცემით არის მოტანილი. ხა რა არის დოკუმენტურად. მოკლედ, როცა მოხდა აგვისტოს პუტჩი მასში, რა ქვია, მოსკოვში 1991 წლის 19 აგვისტოს მიმდინარეობდა ეს მომენტი. ეს იყო მომენტი, რომ თქვათ ეს გორბაჩოვი, რომ თქვათ ნენელა, ასე თქვათ, ასუსტებს საბჭოთა კავშირის ბერკეტებს, უცბად გამოვიდნენ გენერლები და უნდათ გორბაჩოვის მოშორება, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ გორბაჩოვი ვერ დაიცავს რუსეთის ინტერესებს რა, მარტივი მომენტია და ამის პასუხად ესე იგი ზვიად გამსახურდია წერს ისევ ამ გაზეთში, რომ ეს გადატრიალება გამოეხმაურა და ეს გადატრიალება შესაძლებელია იყოს ორგანიზებული თვითონ გორბაჩოვის მიერ. ეხლა წარმოვიდგინოთ, ესე იგი, მსოფლიო სრულიად იცვლება. გორბაჩოვი აქეთ არის, იქით ხარეს არის ეს ბუში და მათ ურთიერთობაზეა დამოკიდებული ეს მომავალი ვიმეორებ. ამერიკას და ამერიკის მთავარი ინტერესი არის, რომ არ აფეთქდეს ეს მსოფლიო რა, ამ ხრივ. და ამ აფეთქება შეიძლება მოყვეს ამერიკაც, იმიტომ რომ ხა ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რაღაცას რა. 5 წლის წინ, ვიდრე საბჭოთა კავშირის ნგრევა მიმდინარეობდა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ამას და მეორე მხრივ ამერიკელებს ეშინოდათ ჩვეულებრივად მარტივი რაღაც, რაც არის ბირთვული ომი. და როცა ბირთვული ომი ესე უცბად მიდის და ესე უცბად მშვიდობა მყარდება, მაინც არის ის მომენტი, რომ რაღაცნაირად არ გაგვექცეს, რომ ეს რუსები კიდევ არ გაგიჟდნენ, ხო, ესე რო ვთქვათ რა, უხეშად რო ვთქვათ. აქედან გამომდინარე, გორბაჩოვი იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ გორბაჩოვს არ უნდა წყენოდა არაფერი რა. და ახლა რა ხდება? ესე იგი, ჯორჯ ბუში არის რაღაცა გოლფს თამაშობს, რაღაც თავის სახლში. ნიუ-ჯერსიში მგონი, აღარ მახსოვს კარგად და მივიდნენ CNN-ის ჟურნალისტები. ნუ არა მხოლოდ CNN-ის და ეკითხებიან. ეს და ეს ეხება რა სიტყვით ამ აგვისტოს გადატრიალებ პურსთან დაკავშირებით, რა არის თქვენი აზრი და გორბაჩოვზე მიდის ბუშის კომენტარი, რომ გორბაჩოვი ჩვენი მეგობარია, მე ვფიქრობ, რომ იგი დაარეგულირებს მალე ამ ყველაფერი ჩაწყნარდება, იმედოვნებს რაღაცა და უცბად ეკითხება ჟურნალისტი. თქვენ ხო ვიცით საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მან თქვა, რომ ეს არის ინსცენირებული გორბაჩოვის მიერ. და უცბად ბუში პასუხობს, რომ სჯობს ბატონმა გამსახურდია კარგად გაეცნოს სიტუაციას და ჩემი აზრით ის მიდის დინარის დინების საწინააღმდეგოდ. აი აქ ხდება ეს და არა დაურეკა გამსახურდიას და უთხრა რომ შენ მიდიხარ დინარის დინების საწინააღმდეგოდ და მერე იმან უთხრა რომ ეს მკვდარი თევზები მიცურავენ დინარის რაღაც ხო ხდებით რა. ტალღას მიყვებიან. აი ეს არის მთელი თემა ამ ხრივ. თავისთავად ცხადია ეს ანუ კონფრონტაციური რაღაც ელემენტი, ესე იგი ჩვენი მხრიდან იქნა. ეს არის ბოლო თემა. ნუ ჩვენი მხრიდან რა გიხარ ხა საერთოდ ხო, ნუ რაღაცა ეს მომენტი ამ ჟურნალისტსაც რა უნდოდა რომ კითხა ბოლოს და ბოლოს მართლა. თუმცა ხა მართლა ამ ჟურნალისტს შეიძლება მივაწეროთ ყველაფერი, რაც ნუ არ ვიცი საბოლოო ჯამში მაინც მივიდოდა ექთენა ჯორჯ ბუშის მიმართულებით, მაგრამ ნუ ეს ამან როდესაც დართული იყო თქვა აი პურსტის მიმართულებაზე, ალბათ რაღაცნაირად ესე იგი ნაპერწკალი კიდე თავის როლი ითამაშა რა. ეხლა მე მინდა ზვიად გამსახურდეს როლზე თქვა რა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს უახლოესი ისტორია არის უცნობი. და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ორმხრივი მიმართულების პროპაგანდა გამოვიდეთ, ხო? და რაღაცნაირად სხვა თვალით დაინახოს სვენელმა. და არ მინდა რომ გავიგოთ რომ მე რაღაც გამსახურდიას ნაკლებზე ვლაპარაკობ. ზუსტად გამსახურდია ჩემ თვალში არის ჩვეულებრივი მოწამე. უნდა დადგეს დღე, როცა იგი იქნება შერაცხული წმინდანად, ჩემი აზრით, თუ ეს ჭირდება, რა ვიცი, ადამიანს საერთოდ, მაგრამ ნუ მე მგონი ეკლესიას უნდა გააკეთოს, რადგან მან იცოდა რაზე მიდიოდა და მან ჩვეულებრივად თავის სიცოცხლე გაწირა. ეხლა მე არ მეგულება ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც იგივეს გააკეთებს.
თავისი ქვეყნის გამო. ან თქვენ იზიარებთ ის მოსაზრებას და მეც ნამდვილად გულწრფელად ასე მგონია, რომ ეროვნული ალბათ ერთადერთი მისი ინტერესი იყო უბრალოდ მას ესე ეგონა, რომ დამოუკიდებლობა მიიღწეოდა. და მე გამოვეხმარო ბატონი გოჩაბახიას ჩანაწერს საქართველოს დაბადებაზე იაგო ხვიჩიასთან თქვა, რომ ჩვენ რომ დავთანხმებოდით დსთ-ს მაინც დაგვიყრობდა რუსეთი, რადგან ეს ოპოზიცია, მაშინდელი ოპოზიცია მაინც მოძებნიდა რაღაცა გამოსავალს. აი ამას ვერ დავეთანხმები მე და თუ რაღაცა ამაზე მზად ვარ რო შემისწოროს ვინც საჭიროა. რადგან თუ შეთანხმება იყო რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის, რომ ესე როგორც არის დარჩეს და თქვათ აი საქართველოს შემოვა თქვენთან ისე როგორც არის დსთ-ში და ეს ძველი წესრიგი ახალ წესრიგში გადავა და რაღაც რბილად მე რა ვიცით რა მოხდება, ხალხო გავითვალისწინოთ, რომ დსთ-ში შესვლა არაფერი არ იყო ისეთი. რადგან ნატოს გაფართოებას დაპირდნენ ამერიკელები რო არ დაუშვებდნენ და 2004 წელს მიადგნენ საზღვართან რუსეთს, ხო? ანუ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ხრივ. ჩვენი დასავლური ინტეგრაციას თავისუფლად შეიძლებოდა. თუ ჩვენ თავიდან ავირიდებით ამ ტერიტორიების თემას და ეხლა რას უსვამ ხას აი ბატონი გოჩებახია რო ვახსენე, ხო? მისი არგუმენტი რომ ესე იგი მაინც მოხდებოდა ეს კონფლიქტი და მაინც შემოიჭრებოდა რუსეთი, მე რატომ გონია რომ არ არის მაინც და მაინც სწორი, იმიტომ რომ მაშინ უკვე იარსებოდა შეთანხმება ამერიკას და რუსეთს შორის, რომ ეს საზღვრები შეიკრა, დსთ შედგა და ეხლა უკვე რუსეთის ინტერვენცია უკვე ამერიკის წინააღმდეგ იქნებოდა წასული, რაც მაგ დროისთვის მაშინ ამ ორძალას არ სურდა. კი ბატონო. ნუ ვთქვათ, რომ არის ვარიანტი, რომ თავიდან აგვერიდებინა. იყო ვარიანტი, რომ აგვერიდებინა თავიდან, რომ აი ეს ინტერვენცია მოხდა რუსეთის მიერ. ამერიკის როლი ნეგატიური ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით არის ის, რომ მათ ასე ვთქვათ, არ მიაქციეს ყურადღებას აქ მიმდინარე მოვლენებს და უბრალოდ თვალი დახუჭეს, რაც მოხდა და არა ვთქვათ დაგეგმეს განსხვავდეს გადატრიალება. კარგით, ახლა გავაგრძელოთ ამბავი გამსახურდიას შემდეგ, ანუ ჩვენ დღემდე უნდა მოვიდეთ. უნდა მოვიდეთ რაღაცნაირად დღემდე. ნუ იდეაში ეს იყო, ამან ესეთი დიდი კვალი დატოვა, რომ ფაქტობრივად დღემდე ჩვენ ვიწვნიეთ, ხო? და დღემდე ჩვენთვის არა ვარ ნაყოფი აფხაზეთში, როგორც ოკუპირებულ მიწაზე არა ვარ ნაყოფი და არ ვიცოდი ჩავალთ ჩვენი თაობა საერთოდ. ეგ კი არა, ცხინვალშიც არა ვარ ნაყოფი. ხო და ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაება მერე. ნუ ამ ყველაფრის ბალანსი სადა შევარნაძეს ჰქონდა ძალიან დიდი კონტაქტები, ეს ახლა ყველა ჩემზე კარგად იცის ძალიან ბევრმა და მან გამოიყენა ეს კონტაქტები, ეგ კი არა გელად ჩარკვიანი წერს თავის წიგნში, რომ იმაზე რა ქვია, ფინეთში როცა იყო ჰელსინკის კომისიის ყრილობა, მან მივიდნენ, ჩავიდა პირველი ვიზიტი იყო ოფიციალური შევარნაძის, რაც ჩამოიყვანეს თბილისში. და იქ როცა შეხვდა ესე იგი ჯეიმს ბეიკერს, მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს სიმშილი იყო რა, ყური არის. მოდი, ბოდიში, აი ჩამოიყვანეს რომ ვამბობთ. ეს როგორც 2-4-4-ია, ხო? აი ვინ ჩამოიყვანა კიდე ერთხელ გავუსვათ ხაზე. ანუ მე მინდა რომ მე შეჯამებისთვის შევარდნაძის როლი როგორ აფასებთ საბოლოო ჯამში, უფრო პოზიტიური, უფრო ნეგატიური საქართველოს ისტორიისთვის ეს ბოლოსკენ, მაგრამ მოდი ჩამოყვანით დავიწყოთ. ჩამოიყვანა, ეხლა თავისთავად ხადია, ეხლა ის ხალხი, ვინც შევარდნაძე ჩამოიყვანა, მათი მოსაზრებებს მე დღემდე ვეცნობი. არ მინდა რომ რაღაცა ვაწყენინო, მაგრამ ეს თავისთავად ხადია, ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან პირველ რიგში რა, მაგ დროისთვის. ეხლა თუ თქვა გამსახურდიას გადაგდება იყო მისცენებული კრემლში, თავისთავად ხადია მისი ალტერნატივა რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ შევარდნაძე მასე ჩამოვიდა. თან ახლა ჩვენ გავხსოვთ საბჭოთა ინტელიგენცია ეგ ეწოდებული, რომ დახვდა ამ შევარდნაძეს და რაღაცა დიდი სიხარულით მიიღეს და ყველაფერი. ეს ახლა გასაგებია რაც არის, ხო? ფაქტები მიგვითითებს. ხო და როცა უკვე ჩამოვიდა, როცა უკვე გახდა ეს ჯერჯერობით პრეზიდენტი არ გამხდა რა, ოქტომბერში იყო არჩევნები მერე. როცა ჩავიდნენ ამ ოფიციალურ შეხვედრაზე, ეგ ბეიკერს შეხვდა და საქართველოში პური არ არის და პირველი გამოხატულება რაც იყო, აი ქართულ-ამერიკული შევარდნაძის პირობებში, იყო ის, რომ ეს მივიდა ბუშთან შევარდნაძე და ეუბნება, რომ მე მოვედიო თქვენთანო, თქვენთან ყველა იმიტომ მოდისო, რომ რაღაცა გთხოვოთო. და მე ამიტომ მოვიდი რომ არაფერი აქ თხოვო რა, ეს თავისი იუმორი ექონდა რა, შევარდნაძეს აშკარად და რო გაეცინა იმ ბუშს და უთხრა რა გინდაო რა, მოკლედ და უთხრა რომ ესეთი მომენტია, შიმშილია, არანაირი რესურსი არ არის
და როცა დასხდნენ უკვე ეს შეურნაძე და ჩარკვიანი, მივიდა ბეიკერი, ვიღაც კაცი გამოგზავნა და უთხრა, რომ რაღაცა 100 ტონა ხორბალი თუ რაღაცა უკვე გამოგზავნილი გზაშიაო, მოკლედ რა, საქართველოს მიმართულებით. ანუ აქ უკვე იწყება ამერიკის დახმარების თემები. ყველაფერი ესე იგი საქართველოს მიმართ შეურნაძის პირობებში იქნება ეს რაღაცა ხორბლის კრიზისის დაძლევა რაღაცნაირად თუ მერე უკვე ეს ენერგოსაკითხები როცა შემოდის, ხო? აი ბაქო-თბილისის ჯეიჰანის თემა. აქ უკვე იწყება ცალსახად შეურნაძის გადალაგება. მალე მოხდა ხოლმე ეს ძალიან. ეს შეურნაძის ინიციატივით. ჩემი აზრით კი. ჩემი აზრით შეურნაძე მიხვდა მაგას. შეურნაძე არ იყო რაღაც პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანი. მიხვდა რომ სხვაგან უბერავს ახლა წარმატების ქარი და მას სურდა რომ ეს საქართველოს მომხდარიყო ამ იმაში, რა ქვია, რაღაცნაირად ამ პირობებში. და აქედან იწყება სწორედ ეს მაქსიმალური კავშირების დამყარება და მე ეს ნავთობსადენის თემა. ეხლა ნავთობსადენის თემა კატეგორიული მოწინააღმდეგეები იყვნენ მოსკოვში. ამას მოусმინეს ბატონ გახოკიძეს იგივე იეგო ხუჩიას ნახავთ ის ხსნის ამ ყველაფერს და ეს ტერორისტული აქტიც პრინციპში გასაგებია რომ მაგ ნავთობსადენს მოყვა, ხო? და საბოლოო ჯამში ეს წინააღმდეგები იყვნენ, იმიტომ რომ თავის გავლენის მიღმა. ეხლა ნახეთ მან როგორ იყო. ესე იგი ერთი ნავთობსადენია რომელიც მიდის ბაქოდან ესე იგი შავი ზღვის ერთ-ერთი ის არის რა ქვია ქალაქი რუსეთში მდებარეობს და მეორე იყო ეს ალტერნატივა. ხა თუ ეს ალტერნატივა კეთდება ის ნავთობსადენი რაც რუსეთზე გადის კარგავს ერთგვარად გავლენას. მეორე თუ ეს ნავთობსადენი გამოვილი საქართველოზე მას დაიცავენ მოკავშირეები და მისის ააშენა რომ ეს ნავთობსადენი რასაც არის არაფეთქდეს რა ამათად რო ვთქვათ. და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად ძლიერდება საქართველოს და ზიანდება რუსეთის ინტერესები. მე აქ იყო შემოთავაზება რომ ამის საპირწონედ მოხდარიყო ვთქვათ რაღაც ალტერნატიული ნავთობსადენის გაკეთება რომელიც ესე ჩამოვიდა აფხაზეთ და გაივლიდა საქართველოს შავი ზღვის დანარჩენ საქართველოს როგორც აფხაზეთის და დანარჩენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებს და ესა რა ქვია მოკლედ ეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობას რაღაცა ვითომ უნდა დარეგულირებული იყო რა ესე ну საქართველოს ტერიტორიების აღდგენის ვითომ წინაპირობაც იყო მაგრამ ну ამას შეურნაძე არ დათანხმდა და დათანხმდა აი ამ ბაქო-თბილისის ჯეიჰანის აშენებას იმიტომ რომ იგი არენდობოდა რუსებს მარტივად რო ვთქვათ რა შესაბამისად აი ამ ყველაფერმა გამოხატულება პოვა. სხვა შორის ეს ძალიან საინტერესოა თვითონ შეურნაძის როგორც პოლიტიკოსის დახასიათების დროს, რომ რუსეთის ცალსახად რუსეთის ხელდასმით მოსული ხელისუფალი, რომელიც არენდობა რუსეთს და ცდილობს საქართველოსთვის რაღაც დასავლური ხაზების გაძლიერებას, ხო? ესე გამოდის? ესე გამოდის. აბსოლუტურად ესე გამოდის და ესეც მოხდა. რეალურად ვიდრე ვლადიმერ პუტინის არ აირჩევდნენ პრინციპში შეურნაძე მაქსიმალურად აწვებოდა ამ ხაზს რომ რაღაცნაირად რუსული გავლენებისგან გამოსულიყო საქართველოს და იგივე აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით. აფხაზეთის ჯერ დაბრუნებამდე დაკარგვაზე ვისაუბროთ რა ხდება ამ დროს? რატომ ეს რაღაცა გარდაუვალი მოცემულობა იყო? რატომ აქ იყო შეურნაძის ბრალი რა. აი ეს მაინტერესებს. თუ მე ვამბობ რომ შეურნაძე თქვა ითამაშა პოზიტიური როლი იგივე ამ პროდასალური გეზის აღების კუთხით და ნავთობსადენის კუთხით და სხვა აფხაზეთის დაკარგვა იყო შეურნაძის ბრალი. აი რა თქვენი ანალიზი. იგივე დსთ-ს თემა, ისევ ეუბნებოდნენ ამ დსთ-ზე, რომ მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას და დამთავრდება ეს კონფლიქტი და არ დათანხმდა შეურნაძე მაგას და მეორე მხრივ არის მოსაზრება და არგუმენტი, რომელსაც მე ვიზიარებ, ბევრი არ იზიარებს, ჩემზე უფრო გამოცდილები მართალია და ყველაფერი. სახელის და გვარის თქმა შემიძლია არ მინდა, მაგრამ მე მგონია რომ იმის გამო რომ აფხაზეთში ჯერ კიდე ზუსტად გამსახურდიას თემა იყო და მაგდროს ზუსტად გამსახურდია ცოცხალია. შეურნაძეს არ სურდა აფხაზეთის ესე ვთქვათ აფხაზეთი რომ დარჩენილიყო საქართველოს შემდგომში მაგ დროისთვის. ხა შეიძლება მას ეგონა რომ რაღაც დროის მერე დავიბრუნება აფხაზეთს და ეს ზვიადის გაგდების თემაც შემჩება, მაგრამ ფაქტია რომ ესე არ გამოვიდა. ხო? და თუ აფხაზეთი და სამეგრელო ეს დაკავშირდებოდა ერთმანეთთან, ხო, როგორც არის დაკავშირებული და როგორც იყო დაკავშირებული, ვიდრე ომი არ დაიწყო, ძალიან გაუჭირდებოდა შეურნაძეს ზვიადისტების, ესე ვთქვათ, დამარცხება ამ სამოქალაქო დაპირისპირებაში. ეს არის ჩემი შეხედულება ამ ხრივ და მე ვეყრდნობი
ზოგიერთის ანალიზს ამ ხრივ, რომელიც გონია რომ სწორია და არ ვეთანხმები იმას, რომ შეორნაძემ ესე ვთქვათ, რა ქვია, ეს მომენტი, ანუ არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს მომენტი არ არსებობდა, ანუ გამსახურდიას თემა არ არსებობდა ამ ზადმობაში. მე მგონია, რომ არსებობდა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კუთხით რა. ეხლა სხვა მხრივ რომ ჩავეძიო მე აფხაზის კონფლიქტის სხვადასხვა ეპიზოდებს ნამდვილად არ ვთვლი თავს ისე კომენტატორად როგორც საჭიროა. ამიტომ თავს შევიკავე. კი ბატონო, ჩვენ მთავარი კონტურები გამოიკვეთა და აღვნიშნეთ. კარგით. გავყვეთ ხას და უკვე შევარდნაძის, ასე ვთქვათ, მონახაზი გავაკეთეთ, რა გააკეთა, როგორ რანაირად ნელ-ნელა იკვეთება, ესე იგი, აქცენტები რუსეთთან მიმართებაში ამერიკასთან, შემდეგ რა ხდება და როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან და რუსეთთან. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ შევარდნაძის პერიოდი დასრულდა ამერიკასთან ესეთი რა, ნელთბილი ურთიერთობით, მაგრამ აი ეს ვარდების რევოლუცია, მესაც გავცნობია იდეაში აი სახელმძღვანელოები იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა დოკუმენტები. ვარდების რევოლუცია აი ესე ცალსახად ამერიკის მოწყობილად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ რეალურად ხელისუფლების გადაბარების პერიოდში ეს ივანოვი რო იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეგ ჩამოვიდა და მაგან გადააბარებინა ხელისუფლება რა. ხო და შევარდნაძე შესაძლებელია გარკვეულწილად არც შედიოდა, აღარ შედიოდა ну, 90-იანებიდან ბოლოდან მოყოლებულია გასადენის მერე რო აღარ შედიოდა შევარდნაძე ახლა რუსების ინტერესებში, ეს ცხადია, მაგრამ აი თუ აი მიხეილ სააკაშვილის თუ შეეძლო თქვათ რუსების გათვლით უკეთესი რუსეთისთვის უკეთესი ლიდერი გამხდარიყო, აი ეს უკვე ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი მომენტია რა. ანუ თვლით რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მკვეთრად პროდასავლური და რაღაც ამერიკული იმით არის გამსჭვალული ნარატივებით შეიძლება რუსეთის ხელდასმა არ ვიცი, მაგრამ ეს რომ შეთანხმებული რომ იყო და ბატონის ოჯახის შემოსული იყო ეს ივანოვი, ახლა გადაახვიო და ნახო, ახლა თავიანთი გადაღებულია ვიდეოები. თუმცა ახლა სააკაშვილის მომენტი რო არ გამოადგათ რუსებს ახლა არსებითად განსაკუთრებით აი პირველი 3 წლის განმავლობაში, ხო? 2004-7 წლებში რო არ გამოადგათ არსებითად ეს ცალსახაა, ხო? ну, ალბათ არც მეერე, ხო? ახლა პრინციპში ეს ომი რო დაგვიწყეს რუსებმა, თავის ტკივილია ეს ჩვენი ტერიტორიები რო ოკუპირებული აქვს და ცხინვალის რო ოკუპირებულია, მათთვის თავის ტკივილია რეალურად. მართალია სამხედრო ბაზები აქვს და ყველაფერი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში რუსეთის მიმართ განწყობას აყალიბებს, ხო? იგივე სხვა ქვეყნებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაც შეეხება ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა რა, აი ვითომ იმას ამბობენ ხოლმე, რომ ეს მაინც და მაინც აი ისე ბუში, ხო, ოღონდ უმცროსი მოიყვანა ეს სააკაშვილი და დემოკრატიის შუქურა დაარქვა იმას, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, ხო? ну, მოდი ახლა ეს რაღაცა ვთქვათ რა. ჯერ ერთი ეს არ არის დემოკრატიის შუქურა, ეს იყო liberty, ანუ თავისუფლების შუქურა. ეს არ ვიცი ვინ გააყალბა ესე რომ დღემდე მოვიდა. ბუშმა უწოდა თავისუფლების შუქურა, მაგრამ რო საქართველოს და არა სააკაშვილის. და საქართველოს რომ მაშინ შედარებით თავისუფალი სახელმწიფო იყო, ეს 2005 წლამდე მაისში იყო ბუში აქ ჩამოსული, როგორც მახსოვს. ყველა ამბობს ამას, რა ვიცი, ხა გია ქუხაშვილის წიგნი გადაშალეს, წერია იქ, რომ თავდაპირველად პირველი 2 წელი დაიწყო ამ იმან რა ქვია, სააკაშვილის დროს ჭდილოვანი ეკონომიკის აბსოლუტურად გალეგალურება, ბიუჯეტში თანხის შეტანა, ანუ გია ხუხაშვილის ნაირი ანტისააკაშვილი, მე არ მინახია მეორე, მე მგონი და ისიც ამბობს, რომ რაღაცა რეფორმებს აკეთებდნენ მაშინ, ხო, რეალურად ეს ნაციონალური მოძრაობა. ხო და თუ ქართველების ნაწილის თანხმდება, რომ 2005-6 წლამდე მაინც არ იყო, თქვათ ეს გამოვლენები, რაც მერე დაიწყო, ხო? ქვეყანაში. ცოტა უკვე იყო, ნიშნები უკვე იყო, თუმცა ხო, 2005 წლის მაისზე ლაპარაკი, აი პირველ თვეებზე ლაპარაკი, ხო? ამიტომ ახლა ჯორჯ ბუშს რო უთხრათ, რომ რაღაცა მოძალადე რეჟიმის, ხო? მოძალადე რეჟიმის ხარდამჭერია, ხო? ცოტა მე პირადად ხო, მაგრამ თუმცა აქ უნდა ვთქვა უცებად, რომ გავიგე 2005 წლამდე, მაგრამ 2005-ის მერე რომ გადახედე რა ხდებოდა და გირგულიანიდან დაწყებული 2007 ნოემბერი, 2011-ში 26 მაისი, ანუ და მათ შორის კიდე უამრავი უფლებების დარღვევა, ეს ძალიან რბილად ნათქვამი, ხო შეიძლება ესეც აღნიშნო. აუცილებლად. ხო? რატო გიჭირს ამის? მე ახლა ეცით რა არის, მაგალითად მე რაც შემიძლია თქვა, სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც არ ვარ ჩახედული აი თქვათ
2010 წლის ფარგლებში რა ხდებოდა, მაგრამ აი 12-ის არჩევნებში რა მოხდა, ამაში ეს გამოკვლეული მაქვს და ვიცი რომ ამერიკელი სენატორები ჩამოვიდნენ და თქვეს რომ არჩევნები არ გაკალბდეს. ანუ ეს რას ნიშნავს? უკვე როცა ქართული ოცნება მოდიოდა, დიახ. არჩევნები არ გაკალბდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებდნენ, რომ ეპატიებინათ სააკაშვილისთვის არჩევნებს გაკალბება. ამის თქმა მინდა რა. აქედანაც შევხედოთ ამ მომენტს. ეხლა მე მინდა რომ მაინც აი გამოუტყდები რა, რომ მინდა რომ მაინც დავინახოთ აი შეერთებული შტატების პოზიტიური მომენტები. მიუხედავად რიგი შეცდომებისა, რაც იქნა დაშვებული მთელი ამ წლების განმავლობაში, ხო? ამიტომ როცა ამ ჯინ რიშზე და შაჰინზე ახლა მელაპარაკი რომ ეს რა ქვია ნაციონალები არიან და რაღაცა ხო ისინი პირველები იყვნენ ჩამოვიდნენ დააკვირდნენ არჩევნებს ოქტომბერში მაშინ მერე ჰილარი კლინტონმა დაურეკა რა ქვია სააკაშვილის ობამამაც დაურეკა რომ საარჩევნო პროცესში უფლების დარღვევა იყო და ეგრე აღარ მოხდესო კი ბატონო კარგით, მოდი ახლა უკვე შეჯამებისკენ წავიდეთ, მაგრამ იქამდე დაგვრჩა ძალიან მსუყე თემა განსახილველი, რაც არის ამერიკის აი გლობალური სტრატეგია, როგორია, როგორ ხედავს ის გლობალურ სურათს, როგორ აპირებს და როგორ უმკლავდება თავის მთავარ გლობალურ მოწინააღმდეგებს და რა როლი და ფუნქცია და ადგილი გვაქვს ჩვენ საქართველოს. ჯერ დავიწყოთ ამერიკის გადმოსახედიდან. ხო ესე იგი შეერთებულმა შტატებმა უნდა აღვნიშნოთ რომ ბოლო ადმინისტრაციის პერიოდში ბაიდენს გულისხმობ გამოვლენ რიგი სიზუსტეები და დატოვა თქვენ ძალაუფლების სიცარიელეები რა ეს გახდა პირველ რიგში ავღანეთის გამოვლენა მეორე ეს გახდა როცა ჰამასი დაეცხა თავს ისრაელს და მანამდე როცა უკრაინას თავს დაეცხა რუსეთი ეხლა ბევრი ანალიტიკოსი მე ორივეს მოსაზრება მომისმენია რომ ავღანეთთან იმიტომ გავიდა რა ქვია ამერიკა რო იქ რუსეთის ელოდებოდა უკრაინაში და ყურადღებას გაატანა უნდოდა და ისიც მომისმენია რომ იმის გამო რომ ავღანეთთან გავიდა ამერიკა და სიზუსტე აჩვენა და ესეთი მომენტები ამიტომაც დაესხა თავს რუსეთი ორივე მომისმენია მე უფრო მეორისკენ ვიხრები სიმართლე გითხრათ მგონია რომ რუსებმა როგორც დაინახეს ეს სიზუსტე მაშინვე დაესხნენ თავს უკრაინას და იმედი ჰქონდათ რომ რა ქვია ამერიკელებს ჩამოეძინებოდა და პირდაპირ გეტყვით რაღაც მომენტში ეს იმედი გამართდა კიდევაც მათ შორის მაშინ როცა ბაიდენმა რაღაცა შიდა რეგულაციები დააწესა მწვანე ენერგიის პოლიტიკიდან გამომდინარე აკრძალა ნავთობის მოპოვება ისა რა ქვია მთელი ამ რიგ ფედერალურ მიწებზე ამან აწია ნავთობის ფასები გააორმაგა და ამის გაასამაგა და ამან ხელი შეუწყო რუსეთს რომ გაამდიდრა რუსეთი ხელი შეუწყო რომ უკრაინაში გაგრძელებულიყო ეს ომი ხო ეს გამოვლენები იყო არსებითად მაგრამ მოდით ახლა პირდაპირ ვიტყვი რა რახან ობიექტურ სპენელთან გვაქვს საქმე და არა მიკერძოლებულთან ხო არა პროპაგანდისტული პლატფორმიდან ვსაუბრობ ახლა ასეა ლაპარაკი მე მინდა თქვა რომ ამ დროს შეერთებულ შტატებში დემოკრატების პარტია ჩართული იყო შიდა საკითხების მოგვარებით როგორიც იყო ამერიკელებს ანუ დემოკრატებს უნდათ ერთგვარად აი ეს woke ამბების და მიმდინარეობის თუ აკვირდებით პროგრესივისტული მიმდინარეობის რა უფრო გაძლიერება ქვეყნის შიგნით რაც გულისხმობდა სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ბევრი სხვა შიდა რა ქვია ამ პოლიტიკების გაძლიერებას როგორებიც არის მე ბოლოს შემოიღეს DEI ანუ diversity equity inclusion რომ ბევრნაირი მონაწილეობა მიიღო რაც შეიძლება მრავალფეროვან ადამიანს და არა კომპეტენტურს ეხლა დღეს მაგისტრობა ხდება merit based ხდება დღეს ისე ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული და არა კანისფერზე ან სხვა რამეზე დაფუძნებული ხო აქედან გამომდინარე ამ ხრივ იყო თქო დემოკრატების ყველა მიმართული რამაც არსებითად შექმნა პროცესი რომ საგარეო მიმართულებაზე აღარ ეცალათ ესე ვთქვათ რა ერთგვარად და ეს ძალაუფლების ერთგვარი სერიალები ამან გააჩნია სწორედ ეხლა ეს დამთავრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკა აპირებს კვლავ გამოვლენოს თავისი სიძლიერე გარეთ ამას ერთი მიზეზი ეს არის და მეორე მიზეზი ის არის რომ ბოლოს და ბოლოს დაინახეს ამერიკის ელიტებმა რომ სოციალ თქვენმა წინა სტუმარმას აღნიშნა ეს სწორად არის სოციალ მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები თქვენ დიახ მაგრამ ნუ ამ ნაწილში ვეთანხმები რომ აი ელიტებმა მხარ დაუჭრეს ტრამპს იმიტომ რომ მათაც დაინახეს საფრთხე აი საგარეო მიმართულებიდან ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ ხო და თუ ეხლა ისე მივიდა საქმე რომ ეს მთელი მსოფლიო აყირავდა რა თქმა უნდა ეს დიდი ბიზნესისთვის როგორებიც არის იგივე ეს Amazon-იც და ეს Tesla-ც და ყველა აბსოლუტურად არ არის მისაღები ხო ასეა აქედან გამომდინარე მოვიდა ტრამპი ეხლა ტრამპი აპირებს რომ
ეს მთელი რიგი ცხელი წერტილები ჩააქროს, მეტნაკლებად შეძლოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ქვეყნების გვერდზე, ასე ვთქვათ, კუთხეში დაყენება, მაგრამ როგორ გამოუვა ახლა? აქვს კი ამის ბერკეტები. ამის ბერკეტები ამერიკას გარკვეულწილად გააჩნია, მაგრამ მას აქვს ხელშემშლელი ფაქტორებიც. ხელშემშლელი ფაქტორი არის რუსეთთან მიმართებით და არის ჩინეთთან მიმართებით. რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ ესე იგი რუსეთის ენერგია მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკის მოკავშირეების, როგორიც არის ევროპის ქვეყნები და ის უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის დღევანდელი მიმდინარეობები გულისხმობს იმას, რომ რუსული ენერგიის არ ქონა კრიზისი გამოიწვია ევროპაში, არ ვიცი ამას არ ვაკვირდებით, მაგრამ იგივე გერმანიაში როცა ენერგიის ფასი გაზრდილია და მიეჩვიან ისინი რუსულ იაფგას, ამასაც ამ AfD-ს რეიტინგი აქვს გამადიდებული არსებითად, მაგრამ ეს არის ტრამპის ამოცანა ახლა. როგორ უნდა დაარეგულიროს ის, რომ ეს AfD და ეს მოძრაობები არ გადაიხაროს რუსეთისკენ. ბევრი გამოძდა ელონ მასკის სახის, რომ გიჟიაო. მაგრამ ხომ არ არის ელონ მასკის მიმართ მხრიდან მიმართული განცხადებები AfD-ს მიმართ სიმპათიების, რომ ესენი ისედაც მოიმატებენ რეიტინგში და რუსეთამდე იქნებ ჩემკენ წამოიყვანო. ხომ არ არის ამისკენ მიმართული? თუ ელონ მასკი აბსოლუტურად გაგიჟდა და რუსეთისთვის გეგმავს თავისი ინტერესების გადაბარებას, რომელიც ფულით 400 მილიარდია და მთელი ეს ისა რა ქვია, მთელი ეს ფორჩუნ რასაც ქვია რა, შემოსავლები რაც აქვს, ამერიკაში დააგროვა. ხო არ გაგიჟდებოდა ასე, რომ თავის სამშობლოში სადაც ასეთი ქონება დააგროვა, უნდა რომ გაწიროს და რუსეთის ინტერესებს გადააბაროს. ეს ხო აბსურდია. ამიტომ ამას ყურადღება მივაქციოთ, რომ იქნებ იმას სურს, რომ ეს მემარჯვენე მოძრაობები, რაც ევროპაშია და სიმპათიითაა განწყობილი, გარდაუვალია შეიძლება. მე არ ვიცი, იქნება არის გარდაუვალი, იქნება არ არის გარდაუვალი. ან თუ არ არის გარდაუვალი, მაინც მივიმხროთ მათი ყურადღება, ვიდრე კრემლისტები გახდნენ, ხო? ეს ხალხი, ეს AfD დიდ პრობლემას შეეჯახება, როცა საუბარი ეს AfD გავშიფრო. Alternative for Deutschland. ეს არის გერმანელი მემარჯვენეების პარტია, ბევრი საერთოდ ფაშისტებს ეძახის და მოიმატა ამათი რეიტინგი ძალიან რა. ხო და ეს პარტია ახლა ესეთ რაღაცას ამბობს, რაც არის ძალიან პრობლემური მათთვის და ამერიკისთვის. ჩვენ თუ მოვიგეთ Nord Stream-ს ისევ განვაახლებთ. ეს Nord Stream-ი რა, გასადენი. მეორეს მხრივ AfD-ს კი არა, ტრამპი მერკელს შეეჯახა თავით და უთხრა, რომ რუსულ გაზს უყიდულობ, ამაგათ ამდიდრებ. ხო და აი ესენი როგორ დააბალანსებენ ამ ინტერესებს ერთმანეთში ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ თუ ევროკავშირთან ამერიკას გაუჭირდა დალაგება, მას მოკავშირე თუ არ ეყოლება, რა თქმა უნდა დანარჩენ სოფლიოსთან გაუჭირდება ურთიერთობა, ხო? და პირველ რიგში რუსეთთან დაბალანსება და მეორე ჩინეთი, რომელიც ასევე ვაჭრობს ევროკავშირთან და ევროკავშირს არ შეუძლია რომ ჩინეთს ესე ხელი აიღოს ერთბაშად, მაგრამ არის მესამე ძალა, რომელიც არის ირანი, რომელიც ძალიან ცუდ დღეში იმყოფება, დღის მდგომარეობით, აი რა ვიცი, როდის გამოხდება ეს გადაცემა, ხო? აი სვენელი რო ნახავს ერთ სიტყვით მომავალი ერთი წელი თქვათ აი რომ ავიღოთ ჰიპოთეტურად ირანი შეიძლება ვერც გაძლოს ირანის ახალგაზრდა რეჟიმმა, იმიტომ რომ განსხვავებით ესე იგი ჩინეთის და რუსეთისგან ირანი იზოლირებულია, ირანი მიბმული არ არის არავისზე, როგორც არავინ არ არის მიბმული ირანზე, გარდა რაღაცა ტერორისტული ორგანიზაციების, რომელიც ამუშავებს და შეერთებულ შტატებს ძალიან გაუადვილდება, რომ ირანი მოიშოროს. და ამით დაამყაროს მშვიდობა ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამით დაამშვიდოს საუდის არაბეთი, რომელსაც ასე უმეგობრდება და ამ მეგობრობას გამოიყენებს ირანის საწინააღმდეგოთაც და ნავთობის ფასის დასაწევადაც და თუ ნავთობის ფასი დაიწია, როგორც რუსეთს აქვს საქმე ცუდად, ისე უარესად აქვს ირანს, იმიტომ რომ ეს შემოსავალი არ აქვს ირანს, ხო? ამიტომ ირანის საქმე დღეს არის ძალიან ცუდად. და ირანში ჩასვლას საქართველოს თავის მხრიდან და იქ რაღაც ვიზიტებს ჯობია რომ რაღაცა სხვა მოვიფიქროთ რა. ეხლა ეს მეც მეხება, იმიტომ რომ ლარი გახდა 3, ხო უკვე. ხედავთ ამას რა ხდება გარეთ. აქედან გამომდინარე ირანის მიმართულება ძალიან ის არის რა. მოდი ახლა ჩვენი ფუნქცია და როლი და ადგილი რა უნდა გავაკეთოთ აი ამ მოცემულობაში და ამერიკასთან მიმართებაში რა არის ჩვენი კოზირების თუ არა სვლა? ყველა ვარიანტში გვჭირდება ამერიკასთან ახლა ურთიერთობის დარეგულირება. ეს არის სასოსლო ინტერესი, რადგან ერთის მხრივ, ესე იგი, აპირებენ ეს ქვეყნები რეგიონის ჩაყლაპვას თავიდან ბოლომდე არის საუბარი 3+3 ფორმატზე.
რაც ნიშნავს ახლა მოდი პირდაპირ თქვა რა 3+3-ში რა გვინდა იქ 3+3-ში რო შევალთ იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინც არ უნდა იყოს და თბილისი რამეს რო იტყვის ვინმე დაუჯერებს ანუ მოსკოვში ირანი რუსეთი თურქეთი სომხეთი და აზერბაიჯანი კი ბატონო და ახლა ჩვენ ვიგულისხმებით და ეს რაღაცა ალტერნატიული ძალა დასავლეთ ხო ეს არის ალტერნატივის გაწონასწორების თემა ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ რამე გავლენას მოხსნა შეგვეძლება ან რაღაცა შეგვეძლება ჩვენ სადაგებოდ გამოვიყენოთ პირიქით სრულიად ისა პირიქით გამოგვიყენებენ აქეთ მაქსიმალურად თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენ ხელისუფლება ამ მიმართულებით განზრახდა მიზანმიმართულად მოძრაობს იმიტომ რომ რიტორიკაში ქართული ოცნების ისიც გამოიკვეთება რომ აი ტრამპის ადმინისტრაცია რომ მოვიდა ჩვენ ვაპირებთ დაალაგებას ურთიერთობას ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ ეს მათ უნდათ აუცილებლად ჭირდებათ ეს იმიტომ რომ მათ უნდათ ხელისუფლება შეინარჩუნონ მაგრამ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს ეს არის პრობლემა მათთვის შესაბამისად მათ უწევთ რომ ალტერნატივა მოძებნონ იმიტომ რომ სხვამ აღიაროს ეს მათი ძალაუფლება და არა დასავლეთმა. ანუ საკუთარი ამ შემთხვევაში საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან გავდია და არა ქვეყნის, იმიტომ რომ ქვეყანას აწყობს ცალსახად რომ ამერიკასთან დაალაგოს. ბატონი დემური რომელიც თქვენი წინასწომარი იყო მოусმინე მას რომელიც მკვეთრი ანტიამერიკული პოზიციით ხასიათება ზოგჯერ. მანაც კი აღნიშნა რომ შეუძლებელია ცალმხრივი პოზიციით რამის მიღწევა. ეს სამხრეთი პოზიცია არის სამხრეთ რუსული პოზიცია, ხო? ანუ შეუძლებელია თუ ვაშინგტონთან არ დაბალანსდება ეს რაღაცა გადაწყვეტილება, იქნას გამოტანილი და სამშვიდობა მიღწეული. ამას გულისხმობ მე. ხო და ამიტომ ეს უნდა გამოინახოს ახლა ბოდიშ ვიხდი, მაგრამ ჩემთვის არ არის ამოსავალი, რომ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებას, ჩემთვის არის და მე მგონი ქართველებიც არის ამოსავალი, რომ მაგ მშვიდობა და დამყარდეს რაღაცნაირად და ცეცხლში არ გავეხიოთ ესე რომ ვთქვათ რა. ვიღაცა იყოს გარანტი და მეორე მომენტია, თუ აქამდე იყო რიტორიკა, რომ კონკრეტულად ქართული ოცნება იქნება თუ ეს სხვა. როცა იყო საუბარი, რომ ჩვენ მოვიტანეთ მშვიდობა, ჩვენ არ დაუშვით ომი. კი ბატონო. ეხლა შემოდის ტრამპის ადმინისტრაცია და იძახის, ჩვენ ვართ გარანტი მშვიდობის. ხო, 2017-21 წლებში, როცა ტრამპ პრეზიდენტი იყო, ომი მართლა არ დაწყებულა არსად. და ესენი იგივე ნარატივით მოდიან. ჩვენ ვართ გარანტი მშვიდობის. თუ ამერიკაა გარანტი მშვიდობის და იმის რუსეთი ვერსად ვეღარ შეიჭრება. სად არის საქართველოს ოცნების ფუნქცია არსებითად? სადღაა, ხო? მესმის ეს. ამდენად არ ვიცი ახლა მე მგონია რომ იგივე ქართული ოცნებისგან გამომდინარე შესაძლებელია რაღაცა გამოსავლის მონახვა დღემდე კომპრომისის მიღწევა ძალიან მარტივი კომპრომისია რა არჩევნების დანიშვნა. იქნებ მოიგეს ეს არჩევნები, იქნებ იგებენ ამ არჩევნებს, ხო? თქვენი აზრით ჩაინიშნება 2025 წელს? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ვერ გავაკეთებ მაგ პროგნოზს. ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი ის ვიცი რომ დასავლეთი არ აღიარებს ამ მთავრობას. და ამაში თანმიმდევრულად მყარი არის დასავლეთის პოზიცია. კი ბატონო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ესეც მსუყეთ და აზრიანად მიმოვიხილეთ თქვენი წყალობით სიტუაცია. ეს ამოუწურავი თემა ძალიან საინტერესო საკითხები. კიდევ დაგვრჩა და მე იმას ვიტოვებ, რომ კიდევ მესტუმრებით და ნახოთ მსმენელს როგორ მოეწონება, თუ იქნება გამოხმარება აუცილებლად მოეწონება, დარწმუნებული ვარ და შემდეგ მე მაქვს სტუმრებისთვის ცალკე ესეთ პოდკასტებს ჩავწერ, სადაც მსმენელის კომენტარებზე პასუხებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შინაარსობრივი კომენტარი იწერება და კითხვები და უკვე პასუხ ხელახალ მოწვევის იგივე სტუმრებს უკვე პასუხებს გაცემენ დასმულ კითხვებზე და ესეც საინტერესოა ინტერაქციისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვემშვიდობებით ჩემს მაყურებელს. ნახვამდის.